ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ორი პროპაგანდისტული არხის სანქციების შესახებ, მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი რომ არ არის, ამას უკვე ყველა ხვდება. ეს არის მართლაც უპრეცედენტო პოლიტიკური შეფასება, რომელიც საერთაშორისო დონეზე გაისმა არა მარტო ამ მედია საშუალებების, არამედ მოქმედი რეჟიმის საქართველოში. იშვიათად ხდება, რომ უცხო ქვეყნის ხელისუფლება კონკრეტულ მედია საშუალებებს ღიად დაასახელებს როგორც დეზინფორმაციის ინსტრუმენტს და არა როგორც მედიის სუბიექტს. წლების განმავლობაში ამ არხებმა საკუთარი ნებით გაცვალეს ჟურნალისტიკა პოლიტიკურ დავალებაზე. უარი თქვეს არა მხოლოდ პროფესიულ სტანდარტებზე, არამედ იმ ღირებულებებზეც, რაც ჟურნალისტის საქმიანობას საერთოდ აზრს აძლევს. სიმართლეზე, პასუხისმგებლობაზე, საზოგადოებრივი ინტერესის დაცვაზე, პროფესიულ სოლიდარობაზე აღარაფერს ვამბობ. როდესაც მედია შეგნებულად ხდება პროპაგანდის და რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმეა, ტრული ქვეყნის, ანუ რუსული პროპაგანდის გამტარი ის თავად ტოვებს იმ სივრცეს, სადაც სიტყვის თავისუფლებაზე საუბარია შესაძლებელი. დღეს უკვე ეს შეფასება ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთ გაკეთდა. თავისი კონსერვატორული მიდგომებით და აუჩქარებლობით გამორჩეულმა საერთაშორისო პარტნიორმა, ანუ ბრიტანეთმა, მკაფიოდ თქვა, საქმე არ ეხება განსხვავებულ სარედაქციო ხაზს ან მიკერძოებას. საქმე ეხება სისტემურ დეზინფორმაციას და პოლიტიკური გავლენის ოპერაციას. ტიკო ერაძე არის უკვე სტუდიაში და ტიკო მოკლედ მიმოიხილავს არა მარტო მომხდარს, არამედ კიდევ უფრო მეტად საინტერესო რეაქციები ამ მომხდარზე ტიკო გისმენთ. გიორგი, დღეს უკვე გვაქვს მოცემულობა 24 თებერვლის შემდეგ, რომ სამთავრობო პროპაგანდა პრორუსულად უკვე საერთაშორისო დონეზე არის შეფასებული. გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები, იმედი და პოსტივი რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაასანქცირა. სანამ კონკრეტულ მაგალითებზე გადავალთ და განვიხილავთ, თუ რა მასშტაბური და შეუქცევადი უბედურება ტრიალებს ამ ორი არხის თავს, პირველი მანიშნებელი და სიგნალი იმისა, რომ ამ მედიების საქმე სანქციების გამო ნამდვილად ცუდად არის, იყო მათი მფლობელების ნაბიჯები. კერძოდ იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს სანქციების ქვეშ მოქცევა და ამბობდა კიდეც, რომ სანქცია უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება, იმედი 1000 ლარად გაყიდა. ახლა კი წერენ პროპაგანდისტები, რომ იმედი არ იყიდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ის როგორც ტოქსიკური აქტივი 1000 ლარად მოიშორა თავიდან მისმა ყოფილმა მფლობელმა. სანქციების შიშით, მაგრამ მგონი რუხაძეს დაავიწყდა, რომ სამეთვალყურეო საბჭოშიც იყო და აქედან უკვე დასანქცირების შემდეგ გაიქცა სამ სხვა წევრთან ერთად. ტელეკომპანიის სანქცირებამდე რამდენიმე დღით ადრე პოსტივის მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ პოსტივის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა. სხვა რომ არაფერი, ეს უკვე უტყუარი ფაქტები არის იმის დასადასტურებლად, რომ ეს ტელევიზიები ნამდვილად შარში არიან. ამას ემატება ის ისტერიკა, რომელიც ამ არხების პროპაგანდისტებისგან ისმის და ისინი ნამდვილად ვერ ასხივებენ იმას, რასაც ამტკიცებენ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის. მე ეს არის მართლაც ძალიან მაგარი რამ რეალურად. გულისხმობ იმას, რომ ეს არის ამბავი ჩვენი გზამკვლევი, რომ სწორად მინდა. ვერ ეღირსებით მეგობრებო, არანაირი პრობლემა ჩვენს ტელევიზიას არ ექნება, არანაირი უკუსლა არ იქნება. კიდევ ერთი დადასტურება იმასა, რომ სწორად ვაკეთებ და ვერ ეღირსებით. ჩვენ პრინციპში ამ საკითხს ველოდით, რომ ველოდითზე მეტად უფრო მზად ვიყავით. ყველანაირად. ანატან ჯიშახით ყვები მე. არა, დღეს დავიღალე მთელი დღის განმავლობაში. რესტორანში დაიღალე. მათ შორის რესტორანშიც, საბოლოო ჯამში. ძალიან ნერვიულობთ რესტორანში. ხო, მაგრამ ნერვიულობთ. არა, მაგ ნარატივს გაგრძელება არც მინდა, არც არის აღსანიშნი, რომ ხა არ განვიცდით არაფერი. რეალურად ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით არაფერს საერთოდ. პატარა ზიანსაც ეს საკითხი ვერ მოგვაყენებს. ჩემს პირადად უფრო მტკივნეული იქნებოდა, უფრო ზოგადად მტკივნეული მაგ შემთხვევაში იქნებოდა, აი ფენტეზი პრემიერ ლიგას თამაში. იქ რო 4 ქულა ჩამოეკლოთ, მაგას მართლა განვიცდით, მაგრამ აი ამაზე მე მგონი ამოუწურეთ ყველაფერი. ბიჭო, ნუ გაქვთ ეს ილუზიები, არ მოხდება, არაფერი არ მოხდება. აგერ შეუძლია გაგრძელდება თქვენი ჟივა. არ არის სამყარო ესე მოწყებული და ბრალდა იმა რაღაცა თქვა ინგლისმა და ჩვენ აქ გავჩერდებით თურმე რა. რომ დაგვასანქცირეს მართლა ძალიან კარგია და არა თუ გაუძლებთ აუცილებლად ძალიან მაგრა გადავახავთ ამ ყველაფერს. რა გიღავ და გადასავახი ალბათ არც არაფერი და გეტყვით. კარგია. ჩვენ გადაჭარბებასთან დაკავშირებით ოდნავ გადაჭარბებული ეს. როცა არ ხარ ცუდად, ხარ კარგად და ჩვენ ვართ კარგად, ჩვენ ვაფასებ. დიდი მადლობა ბრიტანეთის
სამეფოს ასეთი დაფასებისთვის. შეხედეთ, ხო დავწერე, რომ ფუნტი ვარ ფუნტი და იმედმა შემისრულა ოცნება და აი ფუნტებში ავიღე ხელფასი. იუმორი, ჩემო კარგებო, იუმორი, ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხართ. პრინცი ენდრიუსგან განსხვავებით არ ვარ მე ეპშტეინის კუნძულზე ნამყოფი, მაგრამ ხელფასს მაინც ფუნტებში ვიღებ. პროპაგანდის ისტერიკის გარდა ეს ბოლო ვიდეოები კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე მეტყველებს. ადამიანები, რომლებიც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ანუ შესაბამისად, ამ ქვეყნის მოღალატეობრივი საქმის კეთებისთვის დაასანქცირეს, არ ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ ამ ქვეყნის მტრის სასარგებლო საქმიანობას არ ეწეოდნენ. მათი მთავარი დასამტკიცებელი თემა არის, რომ ფული აქვთ, ანუ საქმე მხოლოდ ფულშია და ცხადია ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი ხალხისთვის საქმე ყოველთვის ფულშია. და ეს მათმა პატრონებმაც იციან. ამიტომ მათი მხრიდანაც ახლა მთავარი სამტკიცებელი არის, რომ პროპაგანდისტების ფინანსურ მხარეს პრობლემები არ შეექმნება. სანქციების დაწესების დღიდანვე პროპაგანდის მსახურებს ოცნების მაღალჩინოსნები აგულიანებდნენ, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ეს სიმშვიდე რომ მოჩვენებითია, ყოველ შემდეგ დღეს უფრო ცხადი ხდება. ჯერ იმით დაამშვიდეს ყველა ბანკი მოგემსახურებათო, მაგრამ როგორც გაირკვა, სანქცირებული არხების მომსახურებას თვით ივანიშვილის ბანკი ქართულს ვერ რისკავს. და ახლა იმით აიმედებენ პროპაგანდისტებს, რომ საკუთარ ბანკს გაუკეთებენ. რაც ასევე აბსურდია, რადგან ბანკის დაფუძნება საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და თუ ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ამ ბანკს ვერ ექნება, მისი ფასიც ნულის ტოლი იქნება და მხოლოდ შიდა გადარიცხვებისთვის შეძლებენ მის გამოყენებას. ამასობაში გაირკვა, რომ ამ თვეში დასანქცირებულ პროპაგანდისტულ იმედზე ხელფასები ამჯერად ნაღდი ფულით დაარიგეს. თუმცა საკითხავია, როდემდე გაგრძელდება ასე, მით უმეტეს, რომ ტელევიზიის ფუნქციონირება მხოლოდ ხელფასით არ შემოიფარგლება და მას უამრავი საოპერაციო ხარჯი აქვს, რაც შემოსავალ-გასავალში აუცილებლად უნდა აისახოს. რაც შეეხება ბრიტანეთის მოცლას პროპაგანდისტებისთვის, სრულად დასავლეთი დიდი ხანია აფრთხილებს ქართულ ოცნებას, რომ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის ყოველთვის მოიცლის. მოცლით კი კობახიძემ ნამდვილად მოიცალა ამ კვირაში გაერთიანებულ სამეფოზე თავდასხმისთვის. ევროპულ ბიუროკრატიას არაფორმალური გავლენისგან გათავისუფლება მოგლებადიან ან თუნდაც საშუალოებიან პერსპექტივაში, რომ ძალიან გაუჭირდება. ამაში ბოლოდროინდელმა მოვლენებამ, მათ შორის ბრიტანულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. იქიდან გამომდინარე არის მარტივი კოორდინაცია, არის სერიოზული პრობლემები მთლიანობაში ევროპულ ბიუროკრატიაში და ანალოგური პრობლემებია კონკრეტულად ბრიტანულ ბიუროკრატიაში. ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ეგრეთ წოდებული deep state-ი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მთლიანობაში მე ვიტყოდი, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიაში მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული. აქ ხედავთ უკვე, რომ საქართველოსზე თავდასხმის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იყენებენ ბრიტანულ ბიუროკრატიას, თან ისე რომ მთლიანად ანგრევენ ამ ბიუროკრატიის და შესაბამისად ქვეყნის რეპუტაციას ყველა მიმართულებით ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი, არის რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ბრიტანული ბიუროკრატია, რომელიც იმართება გარედან, რომელსაც აქვს დაკარგული სუვერენიტეტი. ეს იყო ბრიტანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილება, ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს deep states, ჩვენ სხვა რამეს უწოდებთ, თუმცა ერთ-იგივეზე ვსაუბრობთ. ეს ხო რა თქმა უნდა კოორდინირებული გადაწყვეტილება, deep state-ის გადაწყვეტილება. ელჩი, თვითონ ხო არაფერს ხვեց, ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია, ობიექტური შესაბამისად მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული. ეხება ბრიტანულ ბიუროკრატიას. აქ სრულად თვალნათელია, მათ შორის განსაკუთრებით ამ ბოლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ ისინი არ მოქმედებენ სუვერენულად და ისინი მოქმედებენ გარე ძალების კარნახით და მინარიანის გარე ძალები უკვე დაუკონკრეტეთ. სანქციების თემის ირგვლივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველანაირი სუბიექტი, იქნება ეს კომპანია თუ კერძო პირი, კეთროვნად იქცევა დასანქცირებულ არხებთან ნებისმიერი საქმიანი კომუნიკაციის გამო და დგება უდიდესი რისკის ქვეშ. ეს ნიშნავს გარანტირებულად ამ სანქციის ყველაზე მძიმე სადამსჯელო ეფექტის გავრცელებას, გაზიარებას თანამშრომლობაში შესულ სუბიექტებზე. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ტელეკომპანია იმედს 45 მილიონი ლარის კომერციული შემოსავალი ჰქონდა, ფინანსური ვალდებულება 450
359 მილიონი ლარი არის, დაგროვილი ზარალი კი 454 მილიონი ლარი და მილიონობით ვალებში გახვეული იმედის თანამშრომლების ფულის ფრიალს კიდევ ერთხელ მინდა რომ მივუბრუნდე და ერთი სტატისტიკა მოვიყვანო ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყანაში სადაც 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და წლიდან წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა იზრდება, არხი, რომელსაც რეიტინგზე და ხალხის სიყვარულზე აქვს ამბიცია, ამავე გაჭირვებულ ხალხს ბღუჯა ნაღდ ფულს უფრიალებს თვალწინ. 2025 წლის მარტის მდგომარეობით სოციალურ შემწეობას საქართველოში სულ 700,470 ადამიანი იღებდა. აქედან 250,000-ზე მეტი ბავშვია. 2026 წლის იანვარში სოციალური შემწეობა 710,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. თუ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 180,000-მდე ღარიბი ოჯახი იყო, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ღარიბი ოჯახების რაოდენობა 182,000 გახდა თითქმის. ახლა კი უკვე 185,000 აღემატება. ანუ ღარიბი ადამიანების რიცხვი ქვეყანაში ყოველ კვარტალში თითქმის 1000-ობით იზრდება. მაგრამ რადგან სუპი უმრავლესობას აქვს და დანარჩენებს ფუნტები, ყველაფერი რიგზეა და ამაში გამალებით გვარწმუნებენ. ძალიან ზოგადად შემიძლია გითხრათ, თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არც ერთ ბანკს არ შეექმნება პრობლემები, არც ერთ სხვა სამეწარმო სუბიექტს არ შეექმნება პრობლემები, არც ერთ ტელეკომპანიას არ შეექმნება პრობლემები. ყველაფერზე გიპასუხეთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ახლა ჩვენ ბოლომდე კონტროლ ქვეშ გვაქვს ვითარება. თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ ვითარებას. არაფერი გადასარჩენი არ ჭირს ტელეკომპანია იმეს და არც ტელეკომპანია პოსტის. არაფერი გადასარჩენი არავის არ ჭირს ამ ქვეყანაში. ყველაფერი არის ძალიან კარგად. ყველაფერი კარგად კი არის, მაგრამ პროპაგანდა მაინც აიჭრა. მთელი დღე ამტკიცეს იმედი და პოსტივი თავისუფალი მედიებიაო და მერე ყველაფერი ერთიანად გარჩევაზე დაბარებული ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრიდან გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო აღიარებამ ჩაყარა წყალში. დიდმა ბრიტანეთმა ორწამყვან ქართულმა უწყებელს სანქციები დაუწესა, რაც თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიან? და მერე პროპაგანდის კიდევ ერთი წვალება ამ დღეებში იმედის ვებგვერდის გათიშვას უკავშირდებოდა. ტელეკომპანიის ვებგვერდები იმედი-G და იმედი-News-G 25 თებერვალს საღამოს გარკვეული დროით გაითიშა. იმედის 50%-იანი წილის მფლობელმა ილია მიქელაიშვილმა რადიო თავისუფლებას იმ საღამოს უთხრა, რომ საიტები ტექნიკური ხარვეზის გამო იყო გათიშული და ეს პრობლემა სანქციების ნაწილს არ უკავშირდებოდა. თუმცა მეორე დღეს იმედმა განაცხადა, რომ სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხრილია. და ამით აღიარა, რომ პრობლემები ნამდვილად ბრიტანეთის სანქციების გამო შეექმნათ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმედმა ვებგვერდები რუსულ სისტემებთან კავშირში მხილებულ კომპანიების სერვერებზე გადაიტანა. ამ და სხვა манипуляციებით ამ ეტაპზე პრობლემების მოკლევადიან მოგვარებას ახერხებენ, თუმცა რამდენად შესაძლებელია ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს საკითხავია, რა ბედი ეწევა მათ შოუებსა თუ გადაცემებს, რომლებსაც საერთაშორისო ლიცენზიები ჰქონდათ, მარტივი გამოსაცნობია, ანუ არხის იმ კონტენტს, რომელზედაც სინამდვილეში მისი ყურებადობა დგას. ასევე რა ბედი ეწევა მათ სარეკლამო შემოსავალს. კობახიძემ ლამის ბრძანება გასცა, რომ ყველა კომპანია ძველებურად უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა იმედთან და პოსტივისთან. ამ თანამშრომლობის გაგრძელება კი ბანკებისა და კონკრეტული კომპანიებისთვის სავალალო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს, რაც ცხადია ასევე აისახება საქართველოს უკვე ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობაზეც, რადგან უკვე თავად ფაქტი საერთაშორისო დონეზე დადასტურება, რომ სახელისუფლებო მედია რუსულ პროპაგანდას ემსახურება, რეპუტაციულად მძიმე დარტყმაა ქვეყნისთვის, მაგრამ თუ მსხვილი ბიზნესი და ბანკები გადაწყვეტენ, რომ ჩაყვნენ ქართულ ოცნებას და დამანგრეველი რისკის ქვეშ დადგნენ თავადაც, ეს ნიშნავს არამხოლოდ მათ განადგურებას, არამედ ქართული ეკონომიკის სრულად ჩამოშლასაც და მოქალაქეების კიდევ უფრო ტოტალურ გაღარიბებას. და არ ვიცი, რამდენად იმედიანად შეიძლება ვიყოთ ამ შემთხვევაში, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როცა არჩევანი ქვეყნისა და მოსახლეობის და ქართული ოცნების ინტერესების შორის არის, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის ყოველთვის ეს უკანასკნელია პრიორიტეტული. თინა ერაძე მიმოიხილა გასული კვირის კი არა, ალბათ ქართული მედიის ისტორიისთვის ყველაზე სამარცხვინო და ამავე დროს მნიშვნელოვანი ამბავი. თინა შენი ამ მიმოხილვის ბოლოს უკვე ქართული ბიზნესის და რეჟიმის, ქართული ოცნების და მათ შორის პროპაგანდისტული არხების დამოკიდებულებას გაუსვი ხაზი. შენ კი ახსენე, როცა ეს დილემა ჩნდება, იქ ყოველთვის ოცნება თავის ძალაუფლების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ბიზნესს თავისი ინტერესები აქვს.
ქართული ოცნება მათ ჭირდებოდათ და ამ მომენტამდე როგორც მინიმუმ თუ არ იყენებდნენ ადაპტირდებოდნენ იმისთვის რომ თავიანთ კომერციული მოგებები ენახა თავიანთი მდგომარეობა ბაზარზეც მათ შორის კიდევ უფრო მეტად გაეუმჯობესებინათ ეს ბიზნეს ინტერესია ჩვენ ჩემი აზრით ძალიან დასაბუთებული პრეტენზიები ქონდა და აქვს ქართულ საზოგადოებას მათ შორის მათ მიერ როგორც ინდივიდუალურად ასევე კომპანიების დონეზე ჩართულობის სიმწირესთან დაკავშირებით ცალკეულ გამონაკლისის მართლა ცალკეული გამონაკლისების გარეშე რაც როგორც დამოუკიდებელი ქართული მედიის ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების დახმარებას უკავშირდებოდა მაგრამ ეს არის ის მომენტი როდესაც ის ბიზნესიც კი რომელიც ღრმა ქორწინებაში არის ივანიშვილის ამ ტიპის კრიმინალურ პოლიტიკურ სისტემასთან რომელიც ჩამოყალიბდა უბრალოდ შეიძლება დამანგრეველი არჩევანის წინაშე დადგეს და გადაილახა ის ზღვარი, გადავიდა პროცესი უკვე იმ ეტაპზე, როდესაც ქართული ბიზნესისთვის ივანიშვილისა და ამ რეჟიმის შენარჩუნება უბრალოდ წამგებიანი კი აღარ ხდება. არამედ სასიცოცხლო რისკების მატარებელი. ნახოთ ეს კონფლიქტი, რომელიც ნელ-ნელა ღვივდება დღეს აი მე ამასთან დაკავშირებული ისტორია და კამპანია იყო ამ მხრივ ძალიან საინტერესო. ყველა შეეხება, ვინც რაიმე ტიპის ფორმალურ ურთიერთობას შეინარჩუნებს ამ ორ ქართულ ენოვან რუსულ პროპაგანდისტულ არხთან, იურიდიულად, ფორმალურად, ნახოთ მათი ბედი როგორ წარიმართება, ამაზე ჩვენ ალბათ ბევრს არ ვიტარდება.